Telecompanija Formulas ყოფილი გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე ავრცელებს განცხადებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ Telecompanija Formulaში ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს, მიშა მშვილდაძეს. რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტსა და თანამშრომლებზე. 6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე Formulას მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად. მინდა მადლობა გადავუხადო Formula კრეატივის თანადამფუძნებლებს, გიორგი ლიფონავასა და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ Formula კრეატივი წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება. და ბოლოს მინდა გულით უსურვო მხნეობა და გამძლეობა Formulას ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. Formula არ არის მხოლოდ ტელევიზია, ეს არის იდეა და ფასეულობები. ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასალური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს. Formula ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემს ცხოვრებაში, წერს ზუკა გუმბარიძე და მე ვერ წავიკითხავ უემოციოდ, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას. ზუკას მადლობა ჩემი როგორც ერთი თანამშრომლის სახელით პირველივე წუთიდან მასთან ერთად თვალყურს ვადევნებდი, რა თქმა უნდა, ამ არხის დაბადებას, განვითარებას და კი ვეთანხმები, რომ Formula იქცა სანდოობის და ხარისხის ნიშნად მიიღეთ ეს ჩემს სუბიექტურ შეფასებად და მადლობა მას ამისთვის უდაოდ. მადლობა ზუკას და ახლა ჩვენი სტუმარია მიშა მშვილდაძე. მოგესალმებით მიშა. გამარჯობა. Formulას გენერალური დირექტორი, შენთვისაც არ იქნებოდა ემოციურად მარტივი ამ განცხადების წაკითხვა. გითხარი მეტი. პირველ რიგში მეც მინდა რომ ზუკას უთხრა მადლობა, იმიტომ რომ რავი, ძალიან მოკლედ თუ კი დღეს რასაც ვიყენებ მოკლედ საქმიანობაში ჩემი უნარჩვევების ალბათ 60-70% ახლა რაც მჭირდება ზუკას განმაქვს ნასწავლი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი კონსულტაციები მაინც არ დაგვაკლდება და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის რომ ზუკა ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან ერთად არ იყო ეს პერიოდი. ხო, ეს ასე იყო, კი ბატონო. ეს ცხადია, რომ დანაკარგი იყო ჩვენთვის როგორც ტელევიზიისთვის, როგორც ფუნქციონალური ორგანიზმისთვის ამ შემთხვევაში. და დღევანდელი ეს ზუკას გადაწყვეტილებაც მე ასე მესმის, რომ ზუკამ როგორც ძალიან პასუხისმგებლობიანმა ადამიანმა ჩათვალა, რომ რა კი თვითონ არ იყო ასე ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული Formulას გრადობისთვის და გადარჩენისთვის მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, თუ კი ეს წილი იქნებოდა გადაეცემოდა ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში და მუდმივად ჩართულები არიან და იბრძვიან ახლაც Formulას გადარჩენისთვის, განვითარებისთვის და ჩემზე ამ შემთხვევაში ეს წილი დროებით დელეგირებულია, რომ მე ამ მიმართულებით გავანაწილო, რასაც ძალიან მალე უახლოეს მომავალში ვიზამ. ეს დაეხმარება Formulას ამ შემთხვევაში, რომ ხო რა უფრო მეტად თუ აქ კიდევ უფრო მეტი мотиваცია შეიძლება იყოს რამე ერთ-ერთი ეს მიმართულება არის რომ ადამიანებს საკუთრების ეს ქონდეთ არა მხოლოდ განცდა, არამედ
ფაქტობრივი მდგომარეობაც რა და ეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ გაჩნდება შესაძლებლობა რომ თუ ვინმე დაინტერესებული იქნება წილის შეძენით ან ამ ტიპის მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს ეარდებებს განვიხილოთ უკვე იმ პარამეტრებში მათემატიკურად რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იყოს დაცული და ნებისმიერი გარიგება ამ მიმართულებით აი ამ ჩარჩოში დარჩეს რა ანუ საკმარისად დიდი რაოდენობის წილი გვაქვს იმისათვის რომ მისი ნაწილის გასხვისებით დაემუქროს რამე არხის სარედაქციო პოლიტიკას რომ არხის უმრავლესობაში ანუ წილების უმრავლესობა მოკლედ რომ არ აღმოჩნდეს ვინმე არაკეთილ სინდისიერის ხელში ან არაეფექტური კონტროლის ქვეშ ან კიდევ ერთი საფრთხეც არის რომ წილის ფლობა ახლა ამ შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს სამიზნედ ყოფნას და ბევრი მიმართულებით ბევრი манипуляციის შესაძლო მსხვერპლობას რა და შესაბამისად ამისთვის ადამიანი უნდა იყოს მზად და მას უნდა კონდეს მდგრადობის და მედეგობის რაღაცა შესაძლებლობა და ბევრი უნარი მოკლედ რა და გაგრძელება მოყვება მოკლედ ამ წილების გადაცევის ამბავს ნახავთ ყველანი მე ვფიქრობ რომ თავარი ამბავი ასე უნდა იყოს რა ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული ზუსტად იმით რომ არხის თანამშრომლების აქ დასაქმებული ადამიანების ხელში იქნება ამ მომენტისთვის 100% არის და მინიმუმ იმდენი რამდენიც საჭირო იქნება არხის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის მუდმივად ასე დარჩება და სხვა ყველა მიმართულებით არსებობს უამრავი იდეა, უამრავი შესაძლებლობა, უამრავი გზა, ორდინალურიც, არაორდინალურიც, საინტერესოს და უინტერესოს და ჩვენ ყველას ფიქრობ და განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენ რავი, ფორმულა თითოეული ჩვენგანი მართლაც ვცნობთ ამ პასუხისმგებლობას ახლა რომ ჩვენზე არა ჩვენი გასაკეთებელია ის რომ მოვძებნოთ გზები როგორ შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სატელევიზიო მედია და ყველა ადამიანი ვინც დაინტერესებულია ამაში რომ ეს ასე იყოს და არ ამგონია არ ვიცი ამ ქვეყნის მტრის გარდა ვის უნდა აწყობდეს რომ ეს ასე არ იყოს ბუნებრივია რომ ამას ყველა გულშემატკივრობს და ყველას უნდა რომ ეს ასე იყოს და თუ ვინმეს მეტის გაკეთება შეუძლია მოკლედ ჩვენ ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავთ და მზად ვართ იმისათვის რომ ფორმულას მაუწყებლობა იყოს სტაბილური და იყოს განვითარებადი და მოვძებნოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის რომ არა უბრალოდ გადავრჩეთ არამედ სრულფასოვნად შევასრულოთ ის მოვალეობა რომელიც გვაკისრია ახლა დავიკისრეთ ჩვენ ცხადია და დაგვაკისრა რეალობამაც ამ შემთხვევაში რომ არა უბრალოდ შევასრულოთ არამედ შევასრულოთ სრულფასოვნად რა ეს არის ამოცანა ეს ძალიან სერიოზული განაცხადია ვფიქრობ რომ მაყურებელს ამის გაგება სჭირდება პირველ რიგში რომ ფორმულა რჩება კრიტიკულ ტელევიზიად მაღალი სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში და ამის გარანტი არის ის ხალხი ვინც ამ არხზე მუშაობს ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დროა რეჟიმი რომელიც ავტორიტარიზმის გზას ადგას ცდილობს ყველა თავისუფალი სივრცე ამოქოლოს არ არის მარტივი დღეს კრიტიკული არხის ოპერირება მაგრამ ეს არხი არ ჩაქრება მანამ ვიდრე იქნება მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან საქართველოში კრიტიკული ტელევიზიის არსებობაზე. აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ მე კი ვთქვი, რომ ზუკა პირველივე დღიდან აქ ვარ მე და ზუკა ჩაუყარა, თქვა, შესაძლებელი გახადა ფაქტობრივად ამ იდეის რეალობად ქცევა, შენც პირველივე წუთიდან აქ ხარ, ამიტომ მინდა ესეც აღვნიშნო და ხო, ნამდვილად ეს ტელევიზია არის მაღალი სარედაქციო დამოუკიდებლობის კუნძული შეიძლება ითქვას ასე
დამეჯერება, იმიტომ რომ მართლა პირველივე დღიდან აქ ვარ და ეს შენარჩუნდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა მეორე ზუკა მიშა მინდა ვიკითხო, სირთულეები, რომელსაც ამ გზაზე რეჟიმი აყენებს, არის თუ არა ამ ეტაპზე გადაულახავი. ეს მინდა ვიკითხო და გადალახვის თვის საჭიროა თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან იშვიათად ვსაუბრობთ ამაზე, რომ ჩვენს გვჭირდება მხარდაჭერა. აი რა ნაწილში სჭირდება ფორმულას ახლა არა მარტო გადარჩენისთვის, როგორც ჩვენ თქვი, არამედ განვითარებისთვის საზოგადოების გვერდში დგომა. რომ დავაკონკრეტოთ. ყველა მიმართულებით ბევრ ამას საზოგადოებას შევთავაზებთ. რაღაცას ამ მომენტისთვისაც ვთხოვთ ხოლმე ჩვენ სარეკლამო რგოლში, რომ ფინანსურად დაგვეხმარონ, ესეც არის ჩვენ ის არის რა ქვია შემოწირულობის მიღებაც საზოგადოებისგან ძალიან ნორმალური პრაქტიკა მედიისთვის და ეს არა მხოლოდ საგანგებო და საგანგაშო ვითარებებში გამოიყენება, არამედ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ადამიანებს, მაყურებლებს ჩვენსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავის შეხედულებისამებრ თუ თვლიან ისინი, რომ ეს საჭირო საქმიანობაა, რასაც ვახორციელებთ, ძალიან ბევრი რამ ფინანსდება ამ ფორმით, არა მხოლოდ ამ ფორმით, მაგრამ ერთ-ერთი ფორმა დაფინანსების, თანადაფინანსების არის ხოლმე და ვფიქრობ მედიისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. რომ იყოს და ამ მიმართულებით ცხადია თანადგომას მივესალმებით ცალსახად. გარდა ამისა არის კიდევ სხვა შესაძლებლობებიც, რომელზეც ახლა კონკრეტულად ამ მომენტისთვის ჯერ ვერ, მაგრამ ძალიან მალე ვისაუბრებ. მაგრამ თავარი რაც არის, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მხარდაჭერა ბიზნესისგან პირველ რიგში რა, იმიტომ რომ ქართული ბიზნესი როგორ თქვა, ქართულმა ბიზნესმაც, ისევე როგორც ქართულმა მედიამ, ისევე როგორც ყველაფერმა ქართულმა რაღაც ესეთმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციათა ერთობამ, არა მხოლოდ ინსტიტუციამ ერთმა, გაიარა ძალიან რთული თავისი კონკრეტული გზა ამ ქვეყანასთან ერთად რა, ამ რთული ისე რომ აი არ ვიცოდით როგორც მთელმა ქვეყანამ არ ვიცოდით რა მოგვიტანდა დამოუკიდებლობა და რისთვის უნდა ყოფილიყავით მზად და რა ცოდნებით ყოფილიყავით და რა უნარები დაგჭრული იმისთვის რომ ამ გამოწვევებს გამკლავებოდით და პლუს კიდე სამყაროს თავის მხრივ არასდროს ყოფილა ძალიან სტაბილური დღევანდელობამ ძალიან არ შეგაშინოთ ხალხო. ხო და აი ამ ვითარებაში მოკლედ ავად თუ კარგად მთელმა ქვეყანამ ყველა ესე ვთქვათ საზოგადოებებმა გამოვიარეთ რა და ბიზნესს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. ყველა დიდ ბიზნესს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. და ეს ამ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი შეუძლებელია, რომ დღეს ქვეყანაში მედიის გადარჩენა, მედიის დახმარება არ შედიოდეს. შეუძლებელია, რომ დღეს საქართველოში იყო დიდი ბიზნესი, კონდეს და გრძნობდე ბუნებრივია სოციალურ პასუხისმგებლობას, რა კი ესეც ტრადიციულად ასე გრძელდება და გამოხატავდე შემდეგ ამ შენ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობებს რაღაც პუნქტებში, რომ აი ეს არის ეს და იქ არ შედიოდეს მედიის დახმარება, მით უმეტეს რომ ჩვენ ტელევიზიებს და ბიზნესს როგორ თქვა ჩვენ ეს არის რა ქვია ჯერ კიდევ როგორც ღვინოზე ვამაყობთ ხოლმე რომ ქრისტე შობამდე 6000 წლით ადრე დავიწყეთ ჩვენ ამის კეთება აი ტელევიზიების და ბიზნესის ურთიერთობაც საქართველოში ინტერნეტამდე დაწყებულია რა კი ბატონო და ამ არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობის გამოცდილება და მე არ ვამბობ რომ ეს რაღაცა უნდა განსაკუთრებული არის გასაკეთებელი რა ეს არ უნდა დავკარგოთ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ამ შენარჩუნების ფორმატში გადარჩება მათი სოციალური პასუხისმგებლობის აღსრულების პირობებში გადარჩება
თავისუფალი მედია ამ ქვეყანაში. ეს პირველ რიგში მათი პასუხისგებლობა და ასევე არსებობს კიდევ სხვა შესაძლებლობები, რომელთა ჩაკეტვისთვისაც, რა ვიცი მე, ეს არის, რა ქვია, იკრიბებიან ყოველდღე პარლამენტში აქ და იმას ღილაგზე აჭერენ სტახანოური ტემპებით, რომ შეზღუდონ, აკრძალონ, შეუძლებელი გახადონ და შეგვიზღუდონ და ჩავკეტონ, ამოგქოლონ ამ მიმართულებით. ხო, აი ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ სტატიკურ ვითარებაში. იმიტომ რომ ეს დაუზარელი ისენი, რა ქვია, ბოროტება ყოველთვის არის დაუზარელი, მეგობრებო. აი სიკეთეს ხანდახან ეზარება ხოლმე, იმიტომ რომ სიკეთე ადამიანურია და ადამიანებს ახასიათებთ რა და ბოროტება ეს არის სისტემური. ადამიანებსაც ახასიათებთ ბოდიში ხა. ძალიან ზუსტი შედარება ყოველთვის შეიძლება არ გამომივიდეს ხოლმე მაპატიეთ, მაგრამ იმედი მაქვს აზრი გადმოვეც. ხო და არც ჩვენ არ უნდა დავიზაროთ მოკლედ არაფერი, რაც ჩვენი პასუხისგებლობაა. მე ადამიანი, რომელიც ძალიან დიდხანს მეგობრობდი სიზარმაცესთან, ვცდილობ რომ ვიცხოვრო ასე რომ არ დავიზაროთ თუ კი რამის გაკეთება შემიძლია და დარწმუნებული ვარ ასე ფუნქციონირებს ფორმულას და ამ სულისკვეთებით ვართ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მედიაში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მაუწყებლობდეთ, სხვანაირად შეუძლებელია. ნამდვილად. ჩვენ არ დავიზარებთ, ვიყოთ პროფესიის ერთგულები, ამას გვირდებით. მადლობა მიშა. თქვენ არ დაიზაროთ ჩვენი დახმარება. დიდი მადლობა მიშა მშვილდაძეს უსმენდით.